თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ სამშენებლო ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები არის უკვე დასრულებული. არსებული ინფორმაციით ექსპერტ კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს და სწორედ ამის შემდგომ 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც სწორედ ამ ობიექტზე იყო დასაქმებული, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. პირველების ინფორმაციით 25 წლის მოქალაქე სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და გუშინ გვიან ღამით მას მდენმა დაარტყა, როდესაც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა სწორედ ამ ობიექტზე. მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს მედიკოსებმა, რადგან აქ ყოფილი ადამიანები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მძიმე დაზიანებები ჰქონდა მას მიყენებული. სამშენებლო ობიექტზე დღეს სამუშაოები არ ხორციელდება, როგორც ჩანს ტრაგედიის შემდგომ კომპანიის წარმომადგენლებმა და მიიღეს გადაწყვეტილება იმისა, რომ დღეს აქ სამშენებლობები არ ყოფილიყო, თუმცა მიმდებარე ობიექტზე არის, მიმდებარე ტერიტორიაზე უпростоრედ არის არაერთი ობიექტი, რომლის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ადასტურებენ პირველების ინფორმაციას. ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად 25 წლის ახალგაზრდა შეეწირა მდენის დარტყმის შედეგად სწორედ ამ ტერიტორიაზე. ისინი ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდა აქ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, სწორედ გუშინ ნახეს ის ბოლოს და სწორედ ამის შემდგომ ტრაგიკულად განვითარდა აქ მოვლენები. დეტალებზე აქ ყოფ მოქალაქეებს რა თქმა უნდა უჭირთ საუბარი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 240 მუხლით დაიწყო გამოძიება და როგორც ძალოვან უწყებაში პირველებს უყვებიან ყველა ის პირი, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ მშენებლობის უსაფრთხოებაზე, გუშინვე გამოიკითხნენ დერჯერობით შესაბამის პასუხისგებაში არც ერთი პირი არ არის მიცემული. პოლიციელები იყვნენ ადგილზე? ამის მეტრიკის და არ გაგიგიათ მუშის ამბავი? ეს ობიექტი არის თუ არა, ეგ მაინც ვითხარით, რომ ყველა არ გავაშუქო. ობიექტია, მაგრამ სად გამოხმენა ვიცი. დენმა რო დაარტყა, რომელ კორპუსში მოხდა? ამ კორპუსში? რამდენი წლის იყო ხომ არის? ანუ გაიგეთ, რომ ეგეთ შეკრება მოხდა, ხო? რაღაცა მოხდა. დენმა დაარტყაო, ესე გაიგეთ თქვენ? ხო, ეგრე მოვიდა. დიდი ხანია ეს მშენებლობა რაც მიმდინარეობს? ახალგაზრდა ბიჭია, ვინც არის? რა დროს მოხდა, ან რა იყო მიზეზი, ხომ არ საუბრობენ? არ ვიცი, ჩვენ გავიგეთ უკვე ხალხი მოსული იყო და სასამართლოს და პოლიციასთან. ბატონო, დენის დარტყმის შედეგადო ესე გავიგეთ, თქვენც ეგრე გაიგეთ? სამშენებლო და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა, ეს არის კვალიფიკაცია, რითაც ძალოვანმა უწყებამ დაიწყო გამოძიება, როგორც გითხარით, სწორედ ეს არის ის სამშენებლო ობიექტი, სადაც გუშინ მოხდა ტრაგედია. 25 წლის ახალგაზრდა არის გარდაცვლილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პირველების ინფორმაციით დენის დარტყმა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარდაიცვალა ის პიროვნება, რომელიც ამ ობიექტზე იყო დასაქმებული.